თუ ქვას ხელს გავუშვებთ, ის ვერტიკალურად ქვემოთ მოძრაობით დაეცემა დედამიწაზე. თუ დედამიწის ზედაპირის პარალელურად გავისვრით, ისევ ჩამოვარდება. ოღონდ თან მოშორებით. რაც უფრო ძლიერად ვუბიძგებთ, მით უფრო შორს მოასწრებს დაცემას. კიდევ უფრო ძლიერად გასროლის შემთხვევაში მისი დაცემის ადგილი შეიძლება ვეღარც დავინახოთ, რადგან აქ დედამიწის სფეროსებრი ფორმა იჩენს თავს. თითქოს მისი მრგვალი ზედაპირი მფრინავ თვალს ქვემოდან ეცლება. ახლა, რა კავშირი აქვს მთვარის არ ჩამოვარდნასთან ამას? რატომ არ ვარდება მთვარე? თუ 8 კილომეტრ/წამს სიჩქარეს მივანიჭებთ, თან ჩავთვალოთ, რომ დედამიწა იდეალურად მრგვალია, რელიეფისა და ატმოსფეროს გარეშე. დედამიწა იმავე სიჩქარით გაეცლება ქვას, რა სიჩქარითაც ის მასზე ვარდება. ანუ ქვა ისევ ვარდნის მდგომარეობაში იქნება. ოღონდ ეს ვარდნა დაუსრულებლად გაგრძელდება. იგივე ხდება მთვარის შემთხვევაშიც. ის არა მარტო ვარდება დედამიწაზე, არამედ მის გარშემოც ბრუნავს. ამიტომაც ეს ვარდნა უსასრულო ხდება. ხელოვნური თანამგზავრების შემთხვევაში მაღალი სიჩქარე რეაქტიული ძრავების საშუალებით მიიღება. თორემ კი ეს სიჩქარე დედამიწასთან ერთად ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში მიიღო. ამავე დროს დადგენილია, რომ მთვარე დედამიწას ძალიან ნელა, თუმცა მაინც შორდება. ელექტრონვოლტი ენერგიის არასისტემური ერთეულია, გამოყენებული ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში და მონათესავე დარგებში. ბიოფიზიკაში, ფიზიკურ ქიმიაში, ასტროფიზიკასა და ასე შემდეგ. ფიზიკოსების ენაზე რომ ვთქვა, 1 ელექტრონვოლტი უტოლდება ენერგიას, რომელიც 1 ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე ორ წერტილს შორის ელემენტარული მუხტის გამოსატანად და გადასატანად უბრალოდ არის საჭირო. რა არის ელექტრონვოლტი? ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ელექტრონვოლტებში ჩვეულებრივ არა მარტო ენერგია, არამედ მასაც გამოისახება. ენერგიისა და მასის ექვივალენტურობიდან გამომდინარე. E უდრის mc კვადრატს, სადაც c სინათლის სიჩქარეა. ამის გამო უფრო კორექტული იქნება, თუ ნაწილაკის მასას ასე გამოვსახავთ. ელექტრონვოლტებში ნაწილაკის ელემენტარული იმპულსი შეიძლება გამოისახოს. ბირთვული პროცესებისთვის დამახასიათებელ ენერგიებთან შედარებით ელექტრონვოლტი ძალიან პატარა სიდიდეა, ამიტომ ფიზიკოსები ჯერად ერთეულებს იყენებენ. კილოელექტრონვოლტი 1000 ev, მეგაელექტრონვოლტი 1 მილიონი ელექტრონვოლტი, გიგაელექტრონვოლტი 1 მილიარდი ელექტრონვოლტი. 1 ტერაელექტრონვოლტი დაახლოებით გაფრენილი კოღოს კინეტიკურ ენერგიას უტოლდება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.